არის თუ არა სივრცე ახალი სასურსათო ქსელისთვის ბაზარზე. FMCG ბაზარზე ახალი მონაწილისთვის შემოსვლა ადვილი საქმე არ იქნება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეალიზაციების 87% მოდის 5 უმსხვილეს მოთამაშეზე. თბილისში, რომელიც ეკონომიკურად ყველაზე აქტიური არის ხომ, ქვეყანაში თითქმის სრულად არის ათვისებული სივრცე და ახლა რეგიონებში არის მიდის სივრცის ათვისება. ბაზარზე ახალ მონაწილედ შესვლა დამოკიდებული არის სუბიექტურ ფაქტორებზე. გამარჯობა. გამარჯობა. TBC კაპიტალი გპასუხობთ TBC კაპიტალის გამომწერებს. დღეს ვისაუბრებთ სურსათით და საყოფაცხოვრებო საქონლით ვაჭრობაზე, ანუ FMCG ბაზარზე. მოდი დავიწყოთ პირველი კითხვით მაშინ. გამომწერი გვეკითხება, არის თუ არა სივრცე ახალი სასურსათო ქსელისთვის ბაზარზე და რომელი მიმართულება იქნება გამართლებული? ანუ როგორი ტიპის ქსელური მარკეტისთვის არის ბაზარზე სივრცე? ძალიან სტრატეგიული კითხვაა, ძალიან საინტერესო და ვფიქრობ ამ კითხვაზე რომ ესეთი გასაგები პასუხი გავცეთ, ალბათ საჭირო არის ჯერ ვთქვათ როგორი არის ეს ბაზარი, რა სიტუაცია, რა სურათია. და მოდი ამაზე ვილაპარაკოთ. რას ვხედავთ ჩვენ, რა მთავარ ტენდენციებს ვხედავთ დღეს FMCG ბაზარზე? მაშინ გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე და მოგვიანებით მოვუბრუნდეთ ამას, რადგან შემდეგი კითხვა ზუსტად ეხება ამას, რა ტენდენციით ხასიათდება სასურსათო საცალო ვაჭრობა დღეს და რა მოლოდინებია მომავალი 1 წლის განმავლობაში მიკრო და მაკრო ეკონომიკური გავლენების გათვალისწინებით. რომ დავიწყოთ ჯამური სურათით, ალბათ მნიშვნელოვანია რომ ვთქვათ ის სამი ძირითადი ტენდენცია, რასაც ვაკვირდებით. პირველი, რა თქმა უნდა, ეს არის, რომ ჯამური ბაზარი არის საკმაოდ დიდი და ბოლო წლების განმავლობაში მზარდი. მეორე მნიშვნელოვანი მახასიათებელი არის, თუ დავყოფთ ბაზარს ორ ნაწილად, რომელიც იქნება პირველი ტრადიციული ბაზარი და მეორე თანამედროვე ბაზარი. ხედავთ, რომ თანამედროვე ბაზარი უფრო მაღალი ზრდის ტემპით ხასიათდება ბოლო წლების განმავლობაში, რაც გაზრდილ ბაზრის სტილში გადაითარგმნება. და მესამე ეს არის, რომ ისევ რომ დავუბრუნდეთ თანამედროვე FMCG ბაზარს, წლიდან წლამდე ვხედავთ, რომ უფრო და უფრო მძაფრი კონკურენტული გარემო არის ამ ნაწილში. ვიდრე გადავალთ და გავშლით თემებს, მინდა რომ ამ ტენდენციებზე ცოტა მეტი ვილაპარაკოთ. თანამედროვე ბაზარი და ტრადიციული რას ნიშნავს, მოდი ეს ავხსნათ. კი ბატონო, მაშინ მოდი შევაჯამოთ ჯამურად FMCG ბაზარს, რას ვეძახით და რა კომპონენტებისგან შედგება. როგორც უკვე ვახსენეთ, პირველი ეს არის თანამედროვე FMCG ბაზარი, რომელშიც ჩვენ მოვიაზრებთ ქსელურ მარკეტებს, ეს არის ნებისმიერი ფორმატის ქსელური მარკეტი, ასევე ქსელურ აფთიაქებს, ოღონდ ქსელურ აფთიაქებში FMCG პროდუქციის რეალიზაციებს, ასევე თანამედროვე ბაზარში შედის მაღაზიები, რომლებიც სპეციალიზებული არიან ალკოჰოლით ვაჭრობაში. და უკვე რო გადავიდეთ მეორე მსხვილ კატეგორიაზე, როგორც თქვით, ეს არის ტრადიციული ბაზარი. ტრადიციულ ბაზარში შედის ის სამივე კატეგორია, ანუ მაღაზიები, აფთიაქები და ალკოჰოლის მარკეტები, რომლებიც არ არის ქსელური და ასევე ტრადიციული ბაზარი. მესამე მნიშვნელოვანი ნაწილი არის ელკომერცია, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ მაღალი ზრდის ტემპით ხასიათდებოდა, თუმცა აბსოლუტურ მაჩვენებლებში არის საკმაოდ პატარა. და მეოთხე კატეგორია უკვე, რომელიც ჯამურ FMCG ბაზარში შედის, ეს არის გზისპირა ვაჭრობა, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძირითადად არის ბენზინგასავართ სადგურებთან არსებული მაღაზიები. ეხლა მოდი დავუბრუნდეთ ამ ტენდენციებს და ცოტა მეტი ვილაპარაკოთ ზრდაზე. ახსენე, რომ დინამიკურია ბაზარი, სწრაფად იზრდება და წელსაც საკმაოდ მნიშვნელოვან ზრდას ველოდებით და ასევე ზრდა გაგრძელდება მომდევნო წლებში. ჯერ ეს რიცხვები, რომ ვთქვათ, დაახლოებით რა არის ჩვენი მოლოდინი. და მე ყოველთვის საინტერესო არის ბაზარს რა ზრდის, საიდან არის ეს ზრდის წყარო, მოთხოვნის წყარო რა არის და ამაზეც რომ ვილაპარაკოთ. ჯამურად რომ შევაფასოთ ბაზარი და ვთქვათ თუ როგორ გაიზარდა, მიმდინარე წელს ჩვენი მოლოდინი არის, რომ ბაზარი დაახლოებით 10%-ით გაიზრდება, თუმცა ასევე მნიშვნელოვანი არის იმის აღნიშვნაც, რომ ეს ზრდა არის იმაზე მნიშვნელოვნად მაღალი, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მოლოდინსაც აქვე რომ შევეხოთ, მნიშვნელოვანი არის იმის თქმა, რომ ველოდებით ბაზრის დასტაბილურებას, რაც გულისხმობს იმას, რომ მომდევნო 2 წლის განმავლობაში ზრდის ტემპი დაახლოებით 5%-ის ფარგლებში დაფიქსირდება და ეხლა რომ გადავიდეთ, რა განაპირობებს ბაზრის ზრდას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ორი ძირითადი ფაქტორი. ეს არის მომხმარებლები, ანუ რეალურად
ვინც ახდენს სასურსათო პროდუქტების შეძენას და მეორე ეს არის ინფლაცია. უკვე ქვეკატეგორიებზე რომ გადავიდეთ, მნიშვნელოვანი არის რომ 4 ტიპის მომხმარებელი გვყავს. ძალიან ისეთია. კარგია რომ კარგად გვესმოდეს ვინ არის ჩვენი ბაზრის საყრდენი, ხო, საიდან გენერირდება მოთხოვნა. ძირითადი ნაწილი რაც არის რა თქმა უნდა ადგილობრივი მოსახლეობა. მეორე ნაწილი არის სარესტორნო ბიზნესი, რომელიც თავიანთი პროდუქტების გარკვეულ ნაწილის შეძენას ახდენენ მაინც FMCG ბაზარზე, საცალო FMCG ბაზარზე, უფრო კონკრეტულად ტრადიციულ ნაწილში. მესამე ნაწილი ეს არის ტურისტები, რომლებიც ქვეყნის ვიზიტისას თავიანთი ხარჯების გარკვეულ ნაწილს ახორციელებენ სწორედ FMCG ბაზარზე და მეოთხე კატეგორია, რომელიც საკმაოდ ახალი არის ქართული FMCG ბაზრისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის, ეს არის 2022 წელს გაჩენილი მიგრანტების საკმაოდ მსხვილი მასა, რომლებიც ასევე ჩართულნი არიან ამ ბაზარზე. ანდრო, მე ესეთი წარმოდგენა მაქვს, რომ დიდი ნაწილი უნდა იყოს ადგილობრივი მოსახლეობა. საინტერესო არის დაახლოებით როგორ არის გადანაწილებული ეს მოთხოვნა ამ მომხმარებელთა ამ ჯგუფებზე. შეგიძლია ეგ რიცხვები გითხრა? კარგი კითხვაა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის მოლოდინების ახსნისას. რომ შევაფასოთ ჯამური FMCG ბაზარი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ბაზრის რეალიზაციების დაახლოებით 90%-ს ქმნიან ადგილობრივი მომხმარებლები. უკვე სამომავლოდ რომ ვისაუბროთ, რა განაპირობებს ადგილობრივი მოსახლეობის გაზრდილ დანახარჯებს, რა თქმა უნდა, ეს არის ხელფასების მოლოდინი. ხელფასების მოლოდინისას ასევე მნიშვნელოვანი არის ოღონდ, რომ შევადაროთ ის მოლოდინი თუ რა გვაქვს, რამდენით გაიზრდება ხელფასები და რა არის ინფლაციის მოლოდინი. მნიშვნელოვანი არის, რომ TBC კაპიტალის მოლოდინით ხელფასების ზრდის ტემპი უფრო მაღალი იქნება ვიდრე ინფლაცია, რაც რეალურად გადაითარგმნება გაზრდილ მწყიდველუნარიანობაში. უკვე დანარჩენ 10%-ს რომ შევეხოთ, უხეშად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანაბრად არის გადანაწილებული სარესტორნო ბიზნესზე, ტურისტებზე და მიგრანტებზე. გავიგე რომ მომხმარებლებში, ადგილობრივ მომხმარებლებში ზრდის მოლოდინი გვაქვს ხელფასის და ამიტომ ის დადებითად იღებს მონაწილეობას მთლიანად FMCG სექტორის ბრუნვის ზრდაში. დანარჩენ სამ კატეგორიაზე რა მოლოდინი გვაქვს, როგორ გაიზრდება, პირიქით შემცირდება? საინტერესო კითხვაა ირინა და აქ მნიშვნელოვანი არის რომ დასახელებული 4 კატეგორიიდან მხოლოდ ერთში მიგრანტების დანახარჯებში ველოდებით კლებას. თუმცა აღსანიშნავი არის, რომ მიგრანტების დანახარჯის წილი ჯამურ FMCG ბაზარში არის დაახლოებით 2% და აღსანიშნავია ისიც, რომ არ ველოდებით მიგრანტების გაქრობას, არამედ ეტაპობრივ კლებას. ასე რომ ჯამური FMCG ბაზრის ზომაში მიგრანტების შემცირებული დანახარჯის ეფექტი შეიძლება ითქვას, რომ გაწოვილი იქნება დანარჩენი 3 კატეგორიის დადებითი მოლოდინით. ანდრო, ახსენე რომ FMCG ბაზრის ზრდის კიდევ ერთი განმაპირობებელი არის ინფლაცია. და ასევე ვიცით, რომ წლის მეორე ნახევრიდან განსაკუთრებით გაიზარდა ფასები სურსათზე. როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი, როგორ აისახება ჩვენს მოლოდინებზე, მომავალში რას ველით, ამაზე რომ ვისაუბროთ თუ შეიძლება. ნამდვილად, მეორე ფაქტორი არის ინფლაცია, რაც მოქმედებს ჯამური FMCG ბაზრის ზომაზე. ოღონდ აქვე მნიშვნელოვანი არის ვახსენოთ, რომ როდესაც ვსაუბრობთ FMCG ბაზრის ზომაზე, ვსაუბრობთ ნომინალურ მაჩვენებლებში. ამიტომ ინფლაცია ყოველწლიურად რამდენი პროცენტითაც იზრდება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პირდაპირ გადაითარგმნება დანახარჯებში. როგორც ახსენე ირინა, წლის მეორე ნახევრიდან ივნისიდან დაწყებული საქართველოში სურსათზე ინფლაცია არის უკვე ორნიშნა მაჩვენებლით, რაც შეეხება ჯამურად FMCG პროდუქციაზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელი მდგომარეობით არის დაახლოებით 8%-ის ფარგლებში. როგორც დასაწყისში ვახსენეთ, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გასულ წელს გვქონდა უფრო დაბალი ზრდის მოლოდინი ჯამური FMCG ბაზრისთვის. ეს მაღალი დაფიქსირებული ინფლაცია აისახა FMCG ბაზრის მოცულობაში და ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ ეს იყო, რატომაც მივიღეთ 10%-იანი ზრდა მიმდინარე წელს. ანუ ანდრო, ესე იგი ჩვენ შარშან ველოდებოდით უფრო ნაკლებ ზრდას, ოღონდ 2025 წელს ფიქრობდით, რომ პირობითად 5%-ით გაიზრდებოდა, თუმცა როგორც ჩვენი კვლევა აჩვენებს, გაიზრდება ეხლანდელი მოლოდინი 9.8%-ით და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ინფლაციას, ხო? რა თქმა უნდა. რაც შეეხება მომდევნო 2 წლის პერსპექტივას,
ჩვენი მოლოდინი არის, რომ ინფლაცია უნდა დასტაბილურდეს და მიუახლოვდეს 3-ის რემაჩვენებელს, რაც არის 3% და სწორედ ამიტომ ჯამური FMCG ბაზრის ზრდის ტემპიც დასტაბილურდება და დაახლოებით 6%-ის ფარგლებში იქნება. რადგან ზრდა მეტნაკლებად ამოვწურეთ, ეხლა მინდა ვისაუბროთ თანამედროვე და ტრადიციულ ბაზარზე, რომელიც როგორც უკვე ცოტა ხნის წინ ვთქვით, დიდ ნაწილს შეადგენს ბაზრის. და მე ყველას ძალიან მაინტერესებს ამ ტენდენციაზე, როცა ლაპარაკობდი, ახსენე და ჩვენი კვლევა უკვე რამდენი წელია ამას აჩვენებს, რომ თანამედროვე ბაზარი ძირითადად იზრდება ტრადიციულის ხარჯზე. აი, ცოტა უფრო მეტად დეტალებში რომ ჩავიდეთ. რამდენი პროცენტი უჭირავს თანამედროვე ბაზარს? განსხვავება არის თბილისში და სხვა სიტუაცია რეგიონებში? აი, ეს თემა რომ გავშალოთ ცოტა მეტად. დაახლოებით 5 წლის წინანდელ სურათს რომ შევხედოთ, თანამედროვე FMCG ბაზრის წილი მთლიან ბაზარში იყო 30%-ზე ნაკლები. უკვე უახლესი მონაცემებით, რასაც ვხედავთ, მიმდინარე წლის პირველი 9 თვის მდგომარეობით ეს მაჩვენებელი ასული არის 38%-მდე. ზრდა არის საკმაოდ მაღალი ტემპით, როგორც ვახსენეთ, რეალურად ეს გამოწვეული არის იმით, რომ თანამედროვე ბაზარი იზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე ტრადიციული ბაზარი. ჩვენი მოლოდინი მომდევნო წლების განმავლობაში არის, რომ ეს ტემპი და ეს ტენდენცია შენარჩუნდება, ანუ თანამედროვე ბაზარი განაგრძობს უფრო სწრაფი ტემპით ზრდას და ჩვენი მოლოდინი არის, რომ დაახლოებით 45%-მდე მიაღწევს მოკლევადიან პერსპექტივაში. აი თბილისში და რეგიონებში რა სიტუაცია არის? მოდი ესეც ვთქვათ, რამდენად განსხვავდება ერთმანეთისგან და კიდევ საინტერესო იქნება შევადაროთ საქართველო და თუნდაც თბილისი და რეგიონები ევროპას. სადაც კიდევ უფრო განვითარებული არის FMCG ბაზარი, ხო და კიდევ უფრო მეტად ორგანიზებული არის თვითონ ეს სავაჭრო სივრცეები. საინტერესო არის განსაკუთრებით თბილისის შემთხვევა. წლიდან წლამდე ვხედავდით, რომ თბილისში ეს თანამედროვე FMCG ბაზრის შეღწევადობის დონე იყო საკმაოდ მაღალი და წელს უკვე იყო პირველი წელი, როდესაც დავინახეთ, რომ წლიდან წლამდე აღარ გაზრდილა და თბილისში თანამედროვე FMCG ბაზრის წილი არის დაახლოებით 54% უკვე მეორე წელია ზედიზედ. როგორც აღვნიშნე, ჯამურად საქართველოს მასშტაბით წილი არის 38%. ანუ რეალურად ეს იმას ნიშნავს, რომ რეგიონებში არის საკმაოდ დაბალი შეღწევადობა, დაახლოებით 28%-ის ფარგლებში არის. ის ფაქტი, რომ წელს ჯამურ FMCG ბაზარში გაიზარდა თანამედროვე წილი, სწორედ რომ რეგიონებში ექსპანსიის ხარჯზე მოხდა და თუ შევადარებთ გასულ წელს 25%-დან 28%-მდე არის გაზრდილი თანამედროვე FMCG ბაზრის წილი. ესე იგი, ჩვენი კვლევებით ჩანს, რომ ძირითადად თანამედროვე სეგმენტისთვის, FMCG სეგმენტისთვის განვითარების ყველაზე დიდი პოტენციალი დღეს არის რეგიონებში. და აქვე ისიც მინდა ვთქვა, რომ თუკი თბილისში თანამედროვე FMCG სეგმენტის წილი არის 54%, ეს ნიშნავს, რომ თბილისი ძალიან ახლოს არის ევროპულ მაჩვენებლებთან, სადაც 60, 65, 70% არის, თანაც საკმაოდ განვითარებულ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, დედაქალაქებში. და ეს კიდევ უფრო კარგად მიანიშნებს, როგორ ნელ-ნელა ათვისება მიდის თბილისის ამ სივრცის. თანამედროვე FMCG ბაზრის ზრდის პოტენციალზე ერთსაც დავამატებ, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო და ჩვენი გამოკითხვის შედეგების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ ეს. ჩვენ ვკითხეთ ჩვენს მსმენელებს და მკითხველებს, თუ სად ყიდულობენ გარკვეულ პროდუქციას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა 3 კატეგორია, ეს არის ხილი და ბოსტნეული, მეორე ეს არის ხორცი და მესამე ეს არის ყველი. სადაც ხედავთ, რომ ამ პროდუქტების საკმაოდ დიდი ნაწილის შესყიდვები ხდება თანამედროვე FMCG ბაზრის გარეთ, ანუ ტრადიციულ ბაზარზე. და სწორედ ეს არის ერთ-ერთი პოტენციალი თანამედროვე FMCG ბაზრის მონაწილეებისთვის გაფართოების კუთხით, რომ აითვისონ ეს მოთხოვნა, რაც რეალურად არსებობს ბაზარზე. ანდრო, ჩვენი გამოკითხვა ახსენე და აქვე მინდა ის მიგნებაც გავუზიარო მსმენელს, რომელიც ეხება იმას, თუ რის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას, სად იყიდონ პროდუქტი და ასევე რომელი პროდუქტი იყიდონ. საინტერესოა ის, რომ ორივე შემთხვევაში გადამწყვეტი არის ფასი.
ფასის მიხედვით წყვეტენ ადამიანები თუ სად შეიძინონ პროდუქცია და ფასის მიხედვით წყვეტენ ადამიანები თუ რა პროდუქცია შეიძინონ FMCG სავაჭრო სივრცეებში. გასაკვირი არ არის ეს ფაქტორი, რადგან განვითარებულ დასავლეთ ევროპის ქვეყნებშიც კი ვხედავთ, რომ 2022 წლიდან რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მომხმარებლები საკმაოდ სენსიტიურები არიან ფასის მიმართ. ამას ადასტურებს საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების რეპორტები, როგორიცაა McKinsey და კომპანია და ევრომონიტორი მაგალითად. ანდრო, მოდი გადავიდეთ მესამე ტენდენციაზე. და ეს ტენდენცია არის მძაფრი კონკურენცია. აქვე წავიკითხავ გამომწერის შეკითხვასაც, მასაც ზუსტად აინტერესებს თუ რა სიტუაცია არის ამ ხრივ ბაზარზე. შეკითხვა ასეთია: რამდენი კომპანიაა ბიზნეს ოპერატორი რეგისტრირებული FMCG სექტორში და როგორია მათი რეგიონული კონცენტრაციის მაჩვენებელი? რომ შევხედოთ ჯამურად საქართველოს FMCG ბაზარს, აქ დაახლოებით 14,000 იურიდიული პირია რეგისტრირებული. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბაზარი არის საკმაოდ კონცენტრირებული. ჩვენ როდესაც საუბრობდით თანამედროვე FMCG ბაზარზე და როდესაც ვახსენეთ, რომ 38% მთლიანი ბაზრის რეალიზაციების მოდის თანამედროვე ბაზარზე, აქ გვხვდება მხოლოდ 12 მოთამაშე. და თუ როგორ ნაწილდება ამ 12 ბაზრის მონაწილის წილები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეალიზაციების 87% მოდის 5 უმსხვილეს მოთამაშეზე. შთამბეჭდავია ნამდვილად კონცენტრაციის დონე ბაზარზე. მგონი მოვიდა დრო, რომ გავცეთ აი ამ დიდ მსხვილ სტრატეგიულ შეკითხვასაც პასუხი. თუმცა იქამდე მოკლე შეჯამებასავით გავაკეთებთ. ესე იგი, რას ვხედავთ ჩვენ ბაზარზე? პირველი არის, რომ ბაზარი მზარდია. იზრდებოდა განვლილი 2019 წლიდან დღემდე დაახლოებით 16%-ით, მთლიან შიდა პროდუქტზე მეტადაც კი ნომინალური. თუმცა მომდევნო წლებში ჩვენ ველოდებით, რომ ზრდა დასტაბილურდება და სადღაც 6%-ის ფარგლებში იქნება. მეორე, რასაც ვხედავთ, არის ის, რომ თანამედროვე ბაზარი ნელ-ნელა იზრდება და ეს ზრდა ხდება ტრადიციული ბაზრის ხარჯზე და მესამე ტენდენცია ეხება უკვე ამ ზუსტად თანამედროვე ბაზარს და ვხედავთ, რომ აქ საკმაოდ მძაფრი კონკურენცია არის და ყოველწლიურად მძაფრდება ეს სურათი. ასევე ვხედავთ, რომ 5 მსხვილი მოთამაშეა, რომელზეც მოდის თანამედროვე ბაზრის 87%. და აი ამ აღწერის მერე ძალიან ლოგიკურად ჩნდება კითხვა: არის თუ არა ადგილი ახალი ქსელისთვის ბაზარზე? ამ კითხვაზე პასუხისგაცემა არის საკმაოდ რთული, რადგან ბაზარზე ახალ მონაწილედ შესვლა დამოკიდებული არის სუბიექტურ ფაქტორებზე. ეს არის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი რისკის აპეტიტი და ასევე ის აგრესიულობის დონე, რადონითაც აპირებს მონაწილე ბაზარზე შესვლას. გარდა იმისა, რაც ავწერეთ, კიდევ დამატებითი ინფორმაციაც მივაწოდოთ მსმენელს და განსაკუთრებით ამ კითხვის ავტორს, რომელიც დაეხმარება გადაწყვიტოს ეს ნაბიჯი გადადგას თუ არა. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფაქტორი, რასაც ვაკვირდებით, განსაკუთრებით თანამედროვე FMCG ბაზარზე, ეს არის შესადარისი მაღაზიების გაყიდვები, ანუ like for like გაყიდვები. ამ შემთხვევაში ის შედეგები, რასაც ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში, მიუთითებს გაზრდილ კონკურენტულ გარემოზე და მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ 2020 წელი, როდესაც სასურსათო ინფლაციის დონე საქართველოში მსგავსი იყო მიმდინარე წელს დაფიქსირებული ინფლაციისა და თუ 2020 წელს შესადარისი მაღაზიის გაყიდვები გაზრდილი იყო 6.5%-ით დაახლოებით, უკვე მიმდინარე წელს ვხედავთ, რომ განახევრებული არის ეს ზრდის ტემპი. რომ შევაჯამოთ FMCG ბაზარზე ახალი მონაწილისთვის შემოსვლა ადვილი საქმე არ იქნება, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უკვე საკმაოდ მომწიფებული ბაზარი, თუ დავინახავთ რამდენი მონაწილეა და კონცენტრაციის დონე როგორია, ასევე მომწიფებას განაპირობებს ისიც, რომ თბილისში, რომელიც ეკონომიკურად ყველაზე აქტიური არის, ხომ, ქვეყანაში, თითქმის სრულად არის ათვისებული სივრცე და ახლა რეგიონებში არის მიდის სივრცის ათვისება. თუმცა მეორე მხრივ, მიუხედავად ამ მძაფრი კონკურენტული გარემოს და გარკვეული სიმწიფისა ბაზრის, ბაზარი ზოგადად ყოველთვის ღია არის ახალი მოთამაშისთვის
გააჩნია, რა თქმა უნდა, რა სტრატეგიით შევა ახალი მოთამაშე და როგორც ანდრომ თქვა, რისკის რა აპეტიტი ექნება და რა აგრესიულობა მას. TBC კაპიტალი გპასუხობდით TBC კაპიტალის გამომწერებს. თუ გაქვთ შეკითხვა, გამოიწერეთ ჩვენი პუბლიკაციები, მოგწერეთ და ჩვენ გიპასუხებთ.